როგორ შეიძლება უპასუხოთ სიბორეტეს და ზურგს უკან საუბარს, ან რა რეაქცია და გრძნობა უნდა გქონდეს შინაგანად, როცა ამას აქვს სისტემატიური სახე. სახარებაში როგორც წერია, ესე უნდა მოიქცეთ. საერთოდ ადამიანს აქვს ყოველთვის სურვილი მოიქცეს ისე, როგორც თვითონ უნდა. ჩვენ კიდევ ამბობთ, სახარებაში როგორც წერია, ესე უნდა მოიქცეთ. როგორც წერია სახარებაში? მიუტევე, დავლოცე, აკურთხე, ერისკაცულად თქვა, ბევრი რაღაცა გაატარე, მოითმინე, შური არ იძიო, ბოროტება არ უსურვო. სახარებაში ესე წერია. ჩვენ ხო არ გამოვიგონებთ რაღაცას. აი ესეა, რთულია. ქრისტე როგორ იქცეოდა? აი ეგრე როგორ ჩამოვთვალე, გესმით რა შეასაკა. ამიტომ, როდესაც ადამიანი გამსჭვალულია წმინდა წერილით, ადამიანი უშვებს მინიმალურ შეცდომებს ყოფით ურთიერთობებში. და ერთ-ერთი შეცდომა ეს არის, რომ მატკინა და უნდა ვატკინო. და ქრისტიანობა გატკინა, უნდა მოითმინო და არ ატკინო. დისკომფორტია კი, მაგრამ სახარება არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა, აუცილებლად. აუცილებლად კომფორტის ზონიდან გამოდიხარ, როგორც ქრისტიანი ხდები. გესმით, აი ეს არის.